ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამერიკის პრეზიდენტის ულტიმატუმს კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პრეზიდენტის განცხადებას ძალიან სერიოზული უწოდა და სცენა, რომ კრემლს დროს სჭირდება ვაშინგტონში ნათქვამის გასაანალიზებლად. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ღიაა საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუმცა კვლავ ელოდება კიევის მიერ დისკუსიების შემდეგი რაუნდის თარიღის შეთავაზებას. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები ძალიან სერიოზულია. ზოგიერთი მათგანი პირადად პრეზიდენტ პუტინისკენ არის მიმართული. ჩვენ დრო გჭირდება, რათა გავაანალიზოთ ის, რაც ვაშინგტონში ითქვა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი ამას საჭიროდ ჩათვლის, იგი კომენტარს გააკეთებს. როგორც ჩანს, ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებსა და ბრიუსელში მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების ნიშნად აღიქვამს. ჯერ არ მიგვიღია გზავნილი უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შესახებ. ძნელი სათქმელია, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად. ამ დიალოგის ხილვა სურს ვაშინგტონს, როგორც ამბობენ ევროპასაც. თუმცა განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში საომარი მოქმედებების ესკალაცია სურთ და არა მშვიდობიან რეჟიმზე გადასვლა, მაგრამ კიევი დუმს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას ნაკლებად სერიოზულად მიუდგნენ რუსეთის სხვა მაღალჩინოსნები. ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დასცინა ტრამპის გაფრთხილებას და იგი თეატრალურ ულტიმატუმად შეაფასა. რუსეთს ეს არ აღელვებს, წერს დიმიტრი მედვედევი. ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი. მან აღნიშნა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნამდვილად სურს იხილოს პროგრესი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით, მან ზელენსკის რეჟიმს მუშტი უნდა აჩვენოს და რუსეთს მეორადი სანქციებით არ უნდა დაემუქროს. მუქარის და ულტიმატუმების ენით საუბრის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიბაკოვმა. მან განაცხადა, რომ მოსკოვი დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას და დასძინა, რომ მოთხოვნების წაყენების ნებისმიერი მცდელობა მათთვის მიუღებელია.